Davnara შემბრალია დვალიშვილმა ეს გაუმატონ. არა დავიწყოთ. 70 მათ შორის უმეტესობა კარგად ცნობილი დოკუმენტური ფილმის ავტორმა ჯუმბერ ებრალიძემ, რომელსაც როგორც თავად ამბობს, ყოველთვის ძალიან უმართლებდა ოპერატორებში კინოსთან ურთიერთობა, ჯერ კიდევ ცნობილ რეჟისორ ლეო ესაკიასთან მუშაობით დაიწყო. მოგვიანებით რეჟისორმა ტელეფილმების სტუდიაში გადაინაცვლა, რომელიც მაშინდელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. ამავე სტუდიის პროდუქცია, მოკლემეტრაჟიანი ფილმები არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ ევროპაშიც საკმაოდ ძლიერ და პოპულარულ ნამუშევრებად მიიჩნეოდა. ჯუმბერ ებრალიძეს ლეო ესაკიას მეშვეობით ცნობილ ქართულ მსახიობებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს, მათ შორის ოთარ კობერიძესთან, ლია ელიავასთან და მედია ჩახავასთან. როგორც ამბობს, ეს მისთვის სერიოზული სკოლა იყო, რომლის მეშვეობითაც როგორც რეჟისორმა ძალიან ბევრი რამ ისწავლა. ფიქრობს იმასაც, რომ თუნდაც ბაშიაჩუკი დღეს რომ გადაეღოთ, ამას ალბათ საქართველოს მთელი ბიუჯეტიც არ ეყოფოდა. ამავე ფილმთან დაკავშირებით მას ბევრი საინტერესო დეტალიც ახსენდება. ბაშიაჩუკის გადაღების დროს ვიყავი როგორც მოხსენე რეჟისორისთან ერთად და ოთარ იოსელიანიც იყო მომაგრებული სტაჟიორად. მაშინ გიქში სწავლობდა. ხოდა ვიწყებდით ბეთანიაში. და იქ ხო არ იყო არც ასტომ რაღაცა და ესეთი ყიზიბაშური ისენი იყო. კარავი და იმაში გვეძინა და ისე იგი ამ დევი აბაშიძე მას რა ქვია დოდო აბაშიძეს მეორე კარავში ეძინა და ესე იგი ამ დილადე როცა მზე ამოვიდა დოდო ყოველთვის ადრე დგებოდა რასაკვირველია გამოვიდოდა და ამ გირებით ვარჯიშობდა და იყო ისა და ჩვენ გვეძინა ხა ახალგაზრდა ამოიდგინა მაგის თავი არ ქონდა და ძალიან ნერვები ეშლებოდა რომ ჩვენ გვეძინა შემოვიდოდა ამ კარავში და როგორც კატის კნუტებს ისიან საძინე მეშაკი გამოგვათრიდა და მზეზე დავყრი და უკვე იძულებული ვიყავით რომ რამდენი ვიყავით ამ ყველაფრის მიუხედავად ჯუმბერ ებრალიძემ საბოლოოდ არა მხატვრული, არამედ დოკუმენტური კინო აირჩია და თვლის, რომ ეს არჩევანი მისგან მცდარი ნამდვილად არ ყოფილა. მის მიერ გადაღებული 70 დოკუმენტური ფილმიდან რამდენიმე საერთაშორისო პრიზი და ჯილდო აქვს მოპოვებული. მისთვის ერთ-ერთი სერიოზული ეტაპი საქართველოს მატიანეზე მუშაობა იყო. 20 მატიანეს გადასაღებად მან საქართველოს პრაქტიკულად ყველა კუთხე მოიარა. შედეგად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე ყოველწლიურად თითო ფილმს იღებდა. ის ფაქტი, რომ დოკუმენტური კინო არასოდეს გამორიცხავს მხატვრული კინოს ელემენტებს, ჯუმბერ ებრალიძის ფილმებშიც აშკარაა. ეს განსაკუთრებით მის ერთ-ერთ ბოლო და ცნობილ ნამუშევარში ამბავი ზეზვასი და მზიასი შეინიშნება, რომელიც საქართველოში გაკეთებულ, გახმაურებულ და მნიშვნელოვან აღმოჩენას უკავშირდება. ესენი არიან ჩვენი წინაპრები, ხო? კი, ესენი არიან ელისაბედ დენის თვალით დანახული პირველი ევროპელი. ეს ის ფრანგი მოქანდაკეა. კი, ეს ფრანგი მოქანდაკეა, ვინც აღადგინა ტვანის თავის ქალები. მე უბრალოდ დავდექი ფაქტის წინაშე, რომ ეს დოკუმენტურად რო გაკეთებული იყო, ეს თავისი მშრალი მეცნიერული ტერმინებით არასაინტერესო იქნებოდა რაღაც მაყურებლისთვის გაუგებარიც იქნებოდა და ვერ მიიღებდა ის. ბევრი ფიქრის შემდეგ მე და სცენარის ავტორმა ესე გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ელემენტები, მხატვრული ელემენტები შევკეტანა და ამიტომ ვიფიქრე, მოდი მოვიწვევთ მეთქი მსახიობს, რომელიც წაიღვანს. მოვიწვევთ დუტა სკიტლაძე, იცით ისტორიაზე და გამიმართლა მაგაში, რომ დუტა აღმოჩნდა, ესე იგი, ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელიც აი მეცნიერებს ეკითხებოდა ესეთ რამეს, რომელიც მაინც ჩვენ და თქვენ გაგვიჩნდებოდა ეს სურვილი, რომ მეცნიერი გვეკითხა რაღაც საინტერესო ამბები. და დუტა ძალიან კარგად ჩაჯდა ამ იმაში. ფილმი წაიყვანა, მე ვფიქრობ, კარგად. მსახიობები არ იყვნენ, ერთი მსახიობი, მაგრამ მაინც დადგმული იყო რაღაცები. სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად ფეხბურთი და კალათბურთი უყვარს. სპორტის ამ და არა მხოლოდ ამ სახეობების წარმომადგენლებზე ჯუმბერ ებრალიძეს არაერთი ფილმი აქვს გადაღებული. თანაც იმპროვიზაციის მოყვარულ ოპერატორებთან, რაც დოკუმენტური კინოსთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პირობაა. სპორტულ თემაზე გადაღებული ნამუშევრებიდან რეჟისორი ერთ-ერთ მნიშვნელოვნად ბორის პაიჭაძეზე გადაღებულ ფილმს ასახელებს. გადავწყვიტე, რომ ბატონ ბორისი ფილმი გამეკეთებია, ეს ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ამ არქივის შეკრება ძალიან გამჩავედი მოსკოვში, არის ეგეთი სტუდია არქივი კრასნოგორსკი ქვიოდა მაშინ და გამოკრიფე, იქ გადაღებული 30-იან წლებში ბორის პაიჭაძეს თამაშები.
საქართველოში. Რაღაცას მოუყარეთ თავით. ამას მე უცებ კი არ ვაკეთებდი ამ მატიანეს ხარჯზე. შემიძლია ნელ-ნელა მეგროებია ეს მასალები. და ამის ვაგროებდი და მე მივედით უთხარ ვანორბონა მეთქე ესეთი რაღაცა გავაკეთოთ ფილმი. იმას ისეთი უცნაური კაცი იყო არ მინდა აღას დამანებეთ თავი ეს მოთხა არ შეიძლება უნდა გადაგი იმიტომ ბორა პაიჭაძე არის ქართული ფეხბურთის ისტორია. ფოთიდან დაიწყო ქართული ფეხბურთი და პირველი ისინი იყვნენ ფოთში ეს ბორის პაიჭაძე და ეს რომელსაც ინგლისელებთან ითამაშეს და მე ერთიდან შემოვიდა ფეხბურთი. როგორც იქნა, დიდი იმის შემდეგ დამთანხმდა, მაგრამ მე ისე დამეგობდით და ისე იმაშობოდა, რომ თვითონ რა მოიგო, მე რეკავდა, რატო ამოდიხარ. ამის გარდა ჯუმბერ ებრალიძეს ეკუთვნის ცნობილი ფილმი „მატჩის დირიჟორი“, 10 წუთიანი დოკუმენტური ნამუშევარი, რომელიც მუსიკასა და დოკუმენტურ კადრებს აერთიანებს. „მატჩის დირიჟორისთვის“ მან სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზიც კი მოიპოვა. სპორტული თემის გარდა იგი რელიგიურ თემასაც შეეხო. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი უფლის რწმენითა და შეწევნით მაყურებელმა საზოგადოებრივი არხის მეშვეობით ახლახან სიხილა. ძალიან საინტერესო იყო ეს ექსპედიცია ჩემთვის, რომ ვიღებდი იტალიაში, ვატიკანში, ვიღებდი საფრანგეთში, რომელიც წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ პარიზის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ესეთი დოკუმენტები გადამაღიეს, რომელიც არავის არ ჰქონდა. და კიდე არქივში 4 ფილმი გავაკეთე. 4-26 წუთიანი, ეს არის ბოლო ჩემი ნამუშევარი. რეჟისორობა ებრალიძეების საგვარეულო პროფესიაა. ჯუმბერ ებრალიძეშვილი გიორგი ებრალიძე მამისგან განსხვავებით დოკუმენტურ კინოს არ გაჰყოლია. სამაგიეროდ მისი მხატვრული ფილმები, განსაკუთრებით კი სარეკლამო კლიპები მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი. ჯუმბერ ებრალიძე თვლის, რომ მისმა შვილმა კარგი არჩევანი გააკეთა. გურამ პატარა იყო ეგეთი ძალიან კარგი რეჟისორი, ჩემი მეგობარი, რომელიც აკეთებდა ფილმს რუსთაველის ნაკვალევზე. და მასთან მე როგორც უკვე გითხარით კინოში ნამუშევარი გურამმა მომიწვია რეჟისორის ასისტენტად. და ამ ფილმზე დავიწყე მუშაობა და ექსპედიციები მქონდა ძალიან საინტერესო და გიორგი და ჩემი მეუღლეც მიმყავდა ამ იმერებში. გიორგი სულ ამაში ისე მაშინ იყო 5-6 წლის და ხედავდა ამ გადაღებებს, ამ ტრიალებდა ამ იმაში და ისედაც ისინი ცდილობდა რაღაც დევალებია და ყოველთვის აძლევდნენ ესეთი რომ დაფარვა რომელზეც წერენ კადრის ნომერს და რაღაცა მიცემდნენ აბა გაიქეს დადი გიორგი დადგებოდა ეს ეწერა კადრის ნომერი რაღაც დაიმასწრებდა და გავიდოდა ესე რომ ის პირველი მისი სამსახური აი ესეთ კადრისები აღრიცხვით იყო და ესე ამ იმაში ტრიალებდა ამის თქმა მინდა და პლუს კიდე ისე რომ მეც ამ საქმეში ვიყავი უკვე და ბიძაჩემის მისი ბაბუაც უკვე დაინტერესდა. ჯუმბერ ებრალიძეს შესანიშნავი იუმორი აქვს, ამავე იუმორთან დაკავშირებით რეჟისორს უცნაური შემთხვევებიც მრავლად ჰქონია. ტელეფილმებში მუშაობდი და წინა დღეს ძალიან ის ვიყავი ნასვამი და პახმელიაზე მოვედი თავი მისკდება, ოთახი იყო და ბიძექი ოთახში. და ტელეფონთან ესე ჩაფიქრებული და შემოვიდა ერთ-ერთი ჩვენი დირექტორი იყო, ხანშესული კაცი, ესა 20 წლის. რომელსაც გააღო კარი და მეუბნება ჯუმბერო კინობეტონის ქარხნის დირექტორის ტელეფონი მითხარიო. შევხედა უთხარი აი 72 18 23. ეხლა ვიფიქრე ის წინ ვიცოდი სამა. ამას ვეტყვი მეთქი და მე რო ვერ დარეკავს, მე უნდა მეთქვა რომ შენ რაშვაშია, საინანდა ვიცოდე, მე რა იმაში მუშაობ თუ გამგეობო ვარ თუ რა და ხელოდები. აიღო ამან დარეკა. აიღო რაღაცა ბატონის დირექტორი დააბა ლაპარაკი. აი ესეთი რაღაცა კურიოზული ტელეფილმი ამასლა ისე ზუსტად მოვარტყი ყოველგვარების გარეშე და ლამის გადმოვარდი მაგიდიდან და ეს კაცი გაგურებული მიყვრა რა მოგივიდა. აი ესე ზუსტად მოვარტყი. ერთი წინა ვიცოდი რომ ეკითხარე სადაც ნაფუხის და 72-ია.
დანარჩენორების მექანიკურად თქვი რომ მე ველოდებოდი ხა თელეგზობით რომ მეთქო და გასო ეს რას ადამარეკია ნუ მეთქო შენ ესე რაშვაშია რაკი საიდან მეწოდნენ ეს ჩამიფლავა ეს ისე რეჟისორების ოჯახში უფროსი რეჟისორი თავისებურად თურმე ბრაზდება კიდეც ეს კი იმის მიუხედავად რომ ძალიან არ უყვარს ოჯახის წევრების მიმართ ზედმეტი და უადგილო პრეტენზიებისა და მოთხოვნების წაყენება შემიძლია რომ რაღაცაზე გავბრაზ და გავჩუმდე და არ დავილაპარაკო მე ალბათ გავა რაღაც პერიოდში მეკითხე რა მოგივიდა მაშინ რომ მკითხე რა მოგივიდა მაშინ მერშება ნერვები რატო არ იცი რა მომივიდა რატო კიდე ცოტა იმას ბიჭერი რაღაც პერიოდს მე კიდე რომ მე უკვე მეც მომბეზდება ესა და ვიწყებ უკვე ახლა გასაგებია მე ჩემ მეუღლე უკვე 46 წელი ერთად ცხოვრობ და ერთმანეთს უგებთ ყველანაირად